მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და კლინიკური ნუტриციოლოგი ელისაბედ გლიზიკუჭავა. დღეს ჩემს გვერდში არის ბატონი ზაქარია როჭკაშვილი, ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკის სკოლების ხელმძღვანელი, წამყვანი ექიმი, ენდოსკოპისტი, გასტროენტეროლოგი, ონკოლოგი და ბატონ ზაქარია ცოტა უჩვეულოდ უნდა დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა, იმიტომ რომ ახალი წლები მქონდა, რა თქმა უნდა, პოზიტიურად და დადებითად. ყველას მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, მთელ საქართველოს მინდა უსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, დრეგძელობა და რაც მთავარია, როცა პრობლემა იქნება, დროულად მოგვართო. ხო, ბატონ ზაქარია, ეს კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ყველაზე კარგი იქნება ჩვენ მაყურებლებისთვის, რომ საექიმები არ გახსნათ და ეს ახალი წელი გაიარონ ისე, როგორც ჯანმრთელად, ბედნიერად, ხვავით, ბარაქით და დიდი ბევრი სიხარულებით. პირველ რიგში თქვენ მინდა ბატონ ზაქარია გისურვოთ უამრავი მადლიერი პაციენტი. და ეს ძალიან კარგი ექიმებისთვის ყველაზე საყვარელი ლოცვა და დალოცვა, ასე ვთქვათ, ხო რომ ექიმისთვის ერთი პაციენტი საკმარისია მადლიერი, საერთოდ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როგორ უნდა ვთქვათ, ბევრი მადლიერი პაციენტი უსურვოთ ექიმს. ამჯობია ადამიანებმა არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი იდეალური სამყარო ჯერ არ გვაქვს ბატონ ზაქარია, ასე რომ რეალობას თვალყურს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკის სკოლებში, შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში, ეს არის ყოფილი საბურთალოს ქუჩა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკის ექიმებთან ჩასაწერად აუცილებელი არის წინასწარი რეგისტრაცია, ამისათვის დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე, რომლებიც მითითებულია ეკრანზე 596 34 50 593 30 32 ეს არის ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემა ისკულაპი, რომელიც გადის ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე, მისი განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს, ან იმავე კვირის კვირას ან შაბათს. თუ თქვენ ტელევიზიასთან ცდომა ამ წუთში არ აგაქვთ, შეგიძლიათ ნახოთ ტელეკომპანია YouTube არხის პეკატივის საავტორო გვერდზე, ვისაც ტელევიზიასთან ცდომა არ აგაქვთ, ასევე შეგიძლიათ ნახოთ გადახვევით ჩვენი გადაცემა My Video GC პეკატივის live რეჟიმში. ბატონ ზაქარია, მე კიდე თიკაი ამბავი მინდა ჩვენს მაყურებლებს უთხრა. ეს ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ აქციებს მართალია ხშირად ვაკეთებთ, მაგრამ დღეს ჩვენი გუნდი უკვე ძალიან შევსებულია, ასე ვთქვათ, მოწინავე და ძალიან კარგი სამედიცინო კადრებით. მინდა სიხარულით გამცნოთ, რომ ჩვენ ახალი სპეციალისტი დაგვემატა კლინიკაში, ეს არის ბავშვთა გასტროენტეროლოგი, საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, კი ბატონო, შალო მოსეშვილი, ასევე მინდა გითხრათ, რომ ენდოკრინოლოგთა გუნდი ყავს საკმაოდ ისეთი წარმომადგენლობით, იმიტომ რომ ამ სპეციალისტებთან ყოველთვის დიდი არის ხოლმე მოთხოვნა ჩაწერის და რა თქმა უნდა ქალბატონი თამარ ჩილგაძე გინეკოლოგი ასევე მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან თქვენი თხოვნა და ასე ვთქვათ მოწერები, რაც Facebook-ს და სოციალურ გვერდებში გვაქვს ხოლმე, გავითვალისწინეთ, კლინიკის ხელმძღვანელობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უფასო, ასე ვთქვათ, საქველმოქმედო გასინჯვები იქნება აი ამ სპეციალისტებთან, მაგრამ რიგი საკმაოდ დიდია, ამისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა. შემოდით ჩვენს Facebook გვერდზე, ჩვენი Facebook გვერდი ძალიან ადვილი საყოველელი, ასევე Instagram გვერდზე, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მთელი ინფორმაცია, რომელ სპეციალისტთან როდის არის სააქციო ჩაწერები, შეგახსენებთ, რომ ისინი არიან ენდოკრინოლოგები, ქალბატონი ასმათ დავითულიანი, მარინა ყიფიანი, გედევა სათღობელაშვილი, ასევე ახალი სპეციალისტი ბავშვთა გასტროენტეროლოგი ბატონი შალო მოსეშვილი, ქალბატონი თამარ ჩილგაძე, სულ მათთან ჩაწერა განსაზღვრულ თარიღებში ხდება და აუცილებელი არის აი ამ რეჟიმის დაცვა, ასევე კი ბატონო, ასევე პროფტოლოგი ყავს, მოკლედ არ ვართ გაჩერებული ბატონ ზაქარია, წინ მივდივართ. იანვრის 26-დან 2 თებერვლამდე არის აღნიშნული აქცია და ისარგებლეთ ამ უთლით, გთხოვთ დროულად ჩაეწეროთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ამოთხოვნა და სკოლების სკოლებიც გამოქვეყნდებაა. თელი ინფორმაცია თავისი ფოტოებით ექიმების შესახებ ინფორმაციით ჩვენს Facebook გვერდზე გათასებული და ასევე იმეც მიტოვებ, რომ როდესაც სააქციო ღონისძიება დამთავრდება, მე აუცილებლად კიდევ მოვახსენებთ ჩვენს Facebook გვერდის მომხმარებლებს, როგორი შედეგები იქნება ფოტოგალერეის სახით და სურვილების. ბატონ ზაქარია, დღეს ასევე ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ მოვიახალწლებთ, ასე ვთქვათ, სასწაული დღეები გქონდა წინ, შობა ახალი წელი და როგორც ყოველთვის ვიცით ხოლმე ექიმებო, სამწუხაროდ ამ ყოველთვის ერთი პატარა უარყოფითი კუდი მოყვება. ეს არის პაციენტთან ნაკადი, რომელიც
ახალი წლების დღეებში რაღაცა გარკვეულმა ჯანმრთელობის პრობლემებმა შეადგინა. სუნაგი პაციენტები დავიწყეთ. დღევანდელი გადაცემა ცოტა პოზიტიურად წავიყვანოთ, მოდი ვინაიდან ისეთი მნიშვნელოვანი დღეებია და ბატონმა ზაქარიამაც იხუმრა. სუნაგი პაციენტები გიწოდათ. მართლაც ასეა. ახალი წლების დღეებში, როდესაც პაციენტი იტვირთება არასწორი საკვებით, დიდი რაოდენობით კვებით, არ იცავს რეჟიმს კვების და მთელი დღის განმავლობაში მისთვის ხელმისაწვდომია მაცივარი და მაცივიდან შეუძლია ნებისმიერ დროს მიირთვას საკვები პროდუქტები, აი ამ ყველაფერს კიდე ემატება ის, რომ ძალიან ხშირად პროდუქტები დიდი რაოდენობითაა ოჯახში მომზადებული, იმიტომ რომ არ გახუჭეს დიასახლისები მათ უტილიზაციას არ ახდენენ და ხანდახან პაციენტი მიიღებს პროდუქტს, რომელიც უკვე საკვებად ვარგისი აღარ არის. ხო, უჭირს უკვე მას პროდუქტს, რომ იწოდებოდეს. კი ბატონო, და უკვე მოვიდა ფაქტიურად, ხო? თუმცა დასული და ესეც საკვებმა შეიძლება მოწამოს გამოიწვიოს საკმაოდ მძიმე შედეგებით. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებლის მასივაში დღეს არ დეს ახალ სუფრიდან მორჩენილი პროდუქტები, მაგრამ თუ დეს საქმეში იცით, აი ჩემ ოჯახში ჩვენ როგორც ცხოვრობ, ჩვენ შვილები ცალკე ცხოვრობენ ჩვენ თავგავასთან. ამ აფისი ვიმახვილეთ. დიახ. ახალ წლების წინა პერიოდში ქრისტეშობის მახალ დავიცავით და ფაქტიურად ჩვენ არ შეგვეხო ეს ორომტრიალი კვებითი თავსდამტყდარი. ასე რომ მართლმადიდებლურ ოჯახებს მეც არ აქვს ხოლმე ესეთი შეტევები. ჩვენ ეს მომენტი ვიცავს. და მე შვიდში ხსნიდება, ამიტომ პირველი 2-3 რაც ჩვენ ვიცით, რომ სუფრები ყველგან დაფუძნებულია განთქმულება. ამიტომ ჩვენ არც ისეთი განსაკუთრებული კერძები არ მოგვიმზადებია. ძირითადად იყო სამარხო და შეტევებით სულքად გადავიტანეთ, როგორც შეიძლება მახვის ბოლო კვირა, ასე რომ სულქად გადავიტანეთ და ძალიან სულქად ვსწავლთ თავს. ანუ არის ოჯახები, რომლებიც ახლობენ და აბსოლუტურად ყველა თავისი წესშეულებით, რაც ახალ წელს შეეფერებოდ, პირველი 31 დეკემბრიდან იწყებენ და თან წელს რაღაცნაირად ისეთ თქვა, რომ პირველი 2-3, 4, 5, 6, 7-მდე თითქმის სულ დასვენება იყო. თავრობამაც ხელი შეუწყო მოსახლეობას და 9 რიცხვამდე დასვენების დღეები გამოუცხადა. მიდიოდა დიდი დაბასტი ბუბუ, ეხლა მეზობლები ყველას ყავს და გვესმოძარბათ ხმები, რომ დიდი მხიარულება მე მინდა, რომ უფრო მეტ სამხიარულო კონდეს კიდევ ქართულ ხალხს და ქართული ხალხის სიცილი და კისკისი ისმოდეს საქართველოში, უფრო მეტად. იდეების. თუმცა მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, საკმაოდ ცხელი პოლიტიკური არმიის ფონზე მიდიოდა ყველაფერი. არა მარტო საქართველოში, გლობალურად ამ ახალ წლებში მოხდა ხან ერთი პომპოს მეორეს, ხან მეორე პირველს და ასე შემდეგ და საქართველოს გარშემო ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერს ცეცხლი უკიდია თითქოს რაღაც სიმშვიდის რაღაცა და ამ ყველაფერმა კიდე ერთი პრობლემა შეუქმნა, ასე ვთქვათ, ჩვენ ქვეყანას, ეს არის ის ტურისტების და მიგრანტების ნაკადი, რომელიც აი საომარ მოქმედებებს გამოუდის საქართველოში. ეს ყველა ნებისმიერი ომის დროს, სადაც დიდი საომარი მოქმედებები ახლო ქვეყნებში ყველგან არის ხოლმე ეს შემოდინებელი და გადინებელი. საქართველოში საკმაოდ შეიმჩნევა. გამრავლდა რუსულენოვანი პაციენტები, უკრაინელები ძირითადად. და ახლო აღმოსავლეთის საქართველოს საინტერესო ისაა, რომ უკრაინელები საქართველოში ჩამოდიან და ბავშვებთან დოკუმენტაციას ავსებენ, თავიანთ სახელსა და გვარსულსულად არწერენ და ინგლისურად წერენ. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რეცეპტებს უთხოვენ რუსულად. ეს თქმა უნდა მაგრამ საქმე რაშია იცით? სხვათა შორის გინეკოლოგებმა თქვის ამას წინათ ერთად მოვხდით ჩვენ კონფერენციაზე და უკვე საკმაოდ ბევრი ბავშვი გყავს აქ დაბადებული თუნება. იმიტომ რომ ახალგაზრდა ცვლილები არიან. ახალგაზრდა ცვლილები ცოცხლად გამომენა, მანამ მომიარ დამთავრდება მათ
ბავშვი ცეხოვებად და ამან არ დაბრუნდებიან და ბევრი შესაძლოა არც დაბრუნდეს. იმიტომ რომ მიწასთან არის გასწორებული ის ქვეყანა საერთოდ და ის ადამიანებისთვის საცოცხლო პირობები და საცხოვრებლად პირობები შეიქმნება, რომელიც გამოიწვევს იმ თუნდაც რომ საომარი მოქმედება ჯერ არ დასრულებულა და არც უჩანს ყოველთვის ექნება ამას. ხო, ცოტა ის ცუდი ინფორმაციების თქვენ გადავინაცვლეთ. რეალობა იყო ზაქარია და ძალიან სწორია, იმიტომ რომ ეს ხალხი სამედიცინო დახმარების გარეშეა ხშირად აღმოჩენილი და ჩვენ კლინიკამ არაერთხელ გააკეთა მოწოდება, ჩვენ ენობრივი ბარიერიც არ გვაქვს მართლა სასაუბროთ, აუშვათ კი ბატონო თუ მომართვაც გვაქვს და მომართვიანობაც არის. და კიდევ მოუწოდებ, რომ თუ იქნება სურვილი და თუ ჭირდება სამედიცინო დახმარება, მედიცინა ბევრ რამეზე მაღლა დგას და ვფიქრობ, რომ უკრაინიდან იქნება თუ სხვა ქვეყნებიდან მით უმეტეს ომის ვითარებაში ყოფის სახელმწიფოები. რაც შეეხება საახალწლო სუფრებს და საახალწლო სუფრების ინტენსივობას, ხო? და ნათმავლებლობას, ახლა მავნებელი როგორ შეიძლება იყოს სარი პროდუქტი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დოზა და თავისი ზომა და წონა რა. მეტისმეტი არაფერი არ ვარ გაწვიფასებო. საახალწლო სუფრა ძალიან არის სავსე მიგზიანი საქმეებით. ძალიან ბევრია ხორცეული საახალწლო სუფრაზე და განსაკუთრებით ხორის ხორცი, ხორის ჩაშხიდან დაწყებული შემწვარი კოჭებით და ლაბონუსხური ხალადეცებს ვეძახიან ესეთი კოლაგენებით სავსე მძიმე საკვები როგორიც არის ხალადებს ვეძახიან, ასე ვთქვათ, ლაბასხმული. ბატონ ზაქარია, თქვენ ძალიან კარგად იცით საქართველოს ისტორია და ხშირად გვეუბნებით ხოლმე და გვიყვებით ხოლმე, ასე ვთქვათ, ჩვენს გადაცემებში და პირად საუბრებში ძალიან საინტერესო ისტორიებს, როგორი იყო ქართული, ну თუნდაც სუფრაზე ვისაუბროთ ახლა, ტრადიციული ქართული. ჩვენი სუფრები ხო ყოველთვის უხვი იყო, ასე ვთქვათ, პროდუქტებითაც, სასწავლო სუფრა კი. მაგრამ ყოველდღიური სუფრა. რა თქმა უნდა, ყოველდღიური არ იყო, მაგრამ მრავალფეროვნება თანხლები იყო, განსხვავებული მრავალფეროვნება თანხლები. ახლო მეზობლებისგან, რომელთაც უფრო მოგრძალებული ოლივიე და ვინეგრეტი აქვს მედიაში, ასე ვთქვათ. ხო, რა თქმა უნდა, ქართული სუფრის ტრადიცია არ არის ეს ყოველდღიური სუფრის ტრადიცია. ქართული სუფრა უბრალოდ საოცარი სიტყვა გვაქვს ქართველებს. ყველაზე კარგი გვემეტება უცხოსთვის. სიტყვაც გვაქვს ესეთი კარგის აღნიშვნელი, ანუ ყველაზე კარგის აღნიშნული არის საუცხოოს ვიძახით ჩვენ ეს ცოტა როგორ გითხრათ არ მინდა ავსიტყვის თქვა ცოტა ინფანტილური ტერმინია ეს რომ ისეთი მაგარი რაღაც, ისეთი გემრიელი რაღაც ჭამე საუცხო. რატომაც უცხოსთვის რატო უნდა იყოს მაინც კარგი. მაგრამ ესეთები ვართ. სტუმარს მოყარე ხალხის დამახასიათებელია ეს და ღვინოსაც ახასიათებენ ესე რომ ღვინო არის მდარე, არის დავარგებული კარგი ღვინო, არსებობს საუკეთესო ღვინო და არსებობს კიდე საუცხო. ჩინებულიც არსებობს. ხო, ჩინებული არის ღვინის ჯიში, ყურძნის ჯიშია და ის მართლა ჩინებულია ის, იმიტომ რომ ძალიან ერთი ჩინებული კახური კერძი მინდა მაშინ ბატონ ზაქარია გავაცამწვრებო სტრესს. ჩემი საყვარელი კერძი და ვფიქრობ ეს არის ნამდვილი ქართული ენერჯაიზერი ბატონი, ასე ვთქვათ, როგორც უყვართ ფიტნეს ინსტრუქტორებს, ეს არის ჩურჩხელა. საახალწლო სუფრის აუცილებელი თანხები. გინდათ მართლაც მყოფი ადამიანები? რატომ უნდა გავანადგუროთ, ასე შუქრება კარგია. გავანადგუროთ კი არა, ვფიქრობ, რომ კულტურული მემკვიდრეობა ნამდვილად ქართულია და ეს არის უნიკალური, ასე ვთქვათ, მშრალი საკვები, ენერგიის უდიდეს წყარო ათევს მასში, ნიგოზის და პლუს მაგას ყურძნის წვენის ყველაზე მთელი ვიტამინებით სავსეა და ენერგიის ძალიან დიდი მოზღვავება შეიძლება იცნოს ადამიანს, სხვა შორის ჩურჩხელის ჭამა
ჩურჩხელას მიძღებს ჭამს მე ცოტა უჩვენე მონელება ამისი იმდენად დიდი ენერგია რომ სიცხეს შეაუწევს ადამიანს ამ ენერგიის დიდი მარაგის მიღების შემდგომ. ეს ბავშვების პრობლემა განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოს ალბათ. საკმაოდ ალერგიულიც არის ჩურჩხელა, ხა ვისაც აქვს მიკროსი ალერგია, ეს უნდა მოუხილდეს ამას. ჩურჩხელაში რაც არის, ყველაფერი გამოიყენება. ეს არის ნამდვილი მეომრული საჭმელია. მეორე საჭმელი ჩურჩხელას ოქში რომ იძებდნენ. ოჯახის დიასახის ჩაუთ ხუთის ჩავდებიან ხოლმე და ბრძოლის წინ დიდი ენერგიის სწავლად აღლას აღარ აქვს ადამიანები, როდესაც ერთ ან ორ ჩურჩხელას შეჭამს და ერთმა თქვა რომ მაშინ ყველაფერი აბსოლუტურად გამოყენებადია და აიცავს ასეთ ძაფით, როდესაც ჭრილობას მიიღებს ადამიანი და გაეჭრებოდა და გაეკაცრებოდა ამ ძაფით გაკეთებას. საინტერესო რამ მომიყვეს ძაფზე. ნუტრიციოლოგიური კვლევები რომ მქონდა ასე ვთქვათ, ის ხუმრობა იყო კახეთში ერთ-ერთ ოჯახში მოხდი და დიასახლის მას საკმაოდ ასაკოვანმა 100 წელს მიტანებულმა ქალბატონმა თავი შემოყო ჩვენთან სუფრაზე და გითხრა იმ ძაფს არ ვაგდებდით, იმ ძაფს ვინახავდით, ბამბის ძაფი იყო სქელი საკმაოდ კარგიო და თურმე დიდი ფუმფულა მატული საგნის ნემსის ჩაყოლებას და ამოწევას მაქსის ძაფი ჭირდება ბატონ ზახარე მე ეს იკვაძე. ზოგადად გახეულ ჩოხებს მაგით იგებია. ერთი იმაზე წონებაზე ამოლებული ჩურჩხელებით ერთ მატრის ამას კერავდით და გამეცინა როგორი კარგი და ისეთი გროვა იყო თუ სიმართლე. გარდა ამისა რამდენიმე ჩურჩხელის რამდენიმე ძაფი ერთად რომ სამფერი რა თქმა უნდა. სამფერს არის ბატონო. მე ზოგადად ვიცოდი რომ სამფლები მზადდებოდა, მაგრამ ხაბო ბევრი შეიძლება გამოიყენო ძაფი. ჩურჩხელაში არის პროდუქტისა ერთ-ერთი ინგრედიენტი ბატონ ზაქარ უძვირფასესი მე ვთვლი, რომელიც ძალიან დაუსაბუთებლად აფიჭებენ დღეს ჩვენი გლეხები, ეს არის ბადაგი, რომელიც ხშირად არის ფაქტიურად ბადაგი არის და ყურძნის თქმილი წვენი დაშაქრული და ძალიან ძნელია. უფრო მეცად გეტყვით. ხალხა ყურძნის წვენს საერთოდ კი ბატონო, ხილის წვენი მზადდება. ხილის წვენით და ლიმონათით აკეთებენ. აი ის მეც არ ვიცოდი, მინდა შემაყურებო. მწვანე ჩურჩხელა ის ითია გაკეთებული დახულის ვაჟინით. თავში მართლა ყურძნის ზოგიერთი ჯიშით მზადდება, რა თქმა უნდა, ესეთი ხასხასა მწვანეებს ვერცერთი ჯიში ვერ აძლევს, მაგრამ ძალიან ცუდია თუ ლიმონითაც მზადდება. და მეორე არის ტყავი ბატონ ზაქარია, ასევე ერთ-ერთი კულინარიული დილისკვერი, ასე ვთქვათ, ხო, რაღაც ისეთი საინტერესო პროდუქტი, რომელიც გამოიყენებოდა არა პირველადად მარტო საჭმელად, არამედ მაგალითად სხვა კერძებში, თუნდაც ლობიოში. როდესაც დიასახლისი აკეთებდა და დღეს წარმოებებს სულად ხელოვნების რანგში აქვს გაყვანილი, ქართულ ბაზარზე ნახავთ ულამაზეს, ასე ვთქვათ, ბომბონერებს გაკეთებულ ჩურჩხელებით და ტყავებით და მიხარია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ დასაბუთებულად იპოვა ქართულმა პროდუქციამ შესაფუთი სახე და მსოფლიოს გააცნო ჩვენი გასტრონომია. საქართველოს გააცნო, მაგრამ რატომღაც ჩვენი მეზობელი კეთილსურველი სამხები იჩერებენ ჩურჩხელა ჩვენი ავადახიან ალბათ გაიარება. კი ბატონო, ძალიან ბევრი რამეს იჩერებს სხვადასხვა. თავი ჩვენც არ დავკარგოთ და არ შევუწყოთ ხელი ესეთი არ უნდა მივაყუროთ ალბათ მე ესე ვფიქრობ. ქართულებს ცოტა ხერია ეს ალია ხო ვიცით რომ სანდაურიც არის და რასაკვირველია ამას რეაქციის მიცემა და ამით სარგებლობენ ზუსტად ეს არხეინობა და არხეინა ხასიათი ქართული კაცისა ძალიან ცუდად მოქმედებს საბოლოო ჯამში საქართველოზე და თვითონ ერზეც და ბატონო კალანდობა შობი დღესასწაული გქონდა ცოტა ხნის წინ და ძალიან საინტერესო კიდევ ერთი გასტრონომიული ფენომენი მინდა გავახსენო, ეს არის ის კვერები, რომელსაც ჩვენ წავთ ხოლმე გურუბაძოს რო ეძახით, რომელიც ტრადიცია გურიდან მოდის, ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს ნახევარმთვარის ფორმის კვერცხს, რომელშიც მთელი ისტორიები, თავგადასავლები და მთელი რაღაც ლეგენდები უკავშირდება ამ საოცარ კულინარიულ კერძს და მე ვფიქრობ, ბევრი საიდუმლო ჩვენ კულინარიაშია დაშიფრული ბატონ ზაქარე, მე ცოტა ხნის წინ ხინკალზე კვლევებს ვკითხულობდი და იქ წერია ძალიან საინტერესო მომენტი, რატო იყო ხინკალი 19 ნაოჭიანი, რატო გავს ზევიდან ბორჯღალოს, ეს თავისი მოგრეხვის წესით.
ასე რომ შემთხვევით არ კეთდებოდა არაფერი და მოდი კაც რატოა ესეთი კი ბატონო ხელისანაბიჯი ბებოსი რამხელა სიმბოლოს ატარებდა და მოდი სიმართლე ვთქვათ ყველაზე დიდი რელიგიური კერძი რითაც ვეზიარებით უფლის ხორცს და სხეულს სეფისკვერი პროსფოროს რომელიც ახიან ბერძნები ხო მთელი სიმბოლიკაა მასში ანუ ყველაფერია საოცრებაა რომელი ბეჭდით მზადდება როგორ მზადდება ტექნოლოგია პური შესაძლებელი პროდუქტი კი ბატონო თუმცა თანამედროვე ზედაზედზე იყო პანთეონი ღმერთების დიახ და ერთ-ერთი ღმერთი იყო აშოტანი შოთის პურები შეუძლებს თავის სახელს იღებს აშოტანისგან, აი, წარმართული ღმერთისგან, რომელსაც ესე ფარისავით მოხდით, გამომცხვარ პურებს სწირავდნენ, იყო ეს დღესასწაული და თუნდაც ახიან მას მე აშოტანის პურები ერქვა სინამდვილეში და მე ახლა შოთის პურები და არა ვინმე შოტასი. საახალწლო ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც ვერ შოულობთ ხოლმე და რომელიც ყველაზე გაყიდვადი ეს არის შოთის პური, რომელიც ხოთაშორის ვერ პურჯობია თუ ყველას არა ნუტრიციოლოგიურად, იმიტომ რომ ისეთი საფუარითაა, ისეთი ამოფრქვევითაა დამზადებული და ისეთი ტექნოლოგიით მზადება, რომ მთელი კვირა შეიძლება შეინახოთ ისე რომ არ უნდა საოცრებაა, ხო ბატონო, ახლა გემოთის განსხვავებული რჩება ისე აპუკი და პურს საერთოდ თავის ვარდისიანობს ვადა აქვს. ერთ კვირაზე მეტი პურის შენახვა შეიძლება. ამიტომ ეს არის კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და პური თუ ძველდებოდა ძველ პურს, მერე აკეთებდნენ მაწვნის შეჭამაც. ჩაყრიდნენ ხოლმე და მაწვნის კერძში, როგორც ხორცის კერძი მომზადო, ესე სხვადასხვა ზამეთ დედები მიმართავენ ბავშვებთან, როცა აჭმევენ, ჩაუყრიან ხოლმე, რომ გოგოდნენ. ანუ როგორ საკეთებდნენ ხაშიც, როგორც ვიცი, ხო? კი ბატონო, კი ხაშიც ეს შოთის პურები და ანუ დაბალი პურის ტექნიკა. ქართულად და სამხრეთსაც აქვს ხაში და ისე ლავაშს ეძახიან ამას. ძალიან ხელი ისეთი პურის ასკო. შაურმას არის სახვე. უფრო კარგად ეცოდინება და აი ის ითიჩება სასოფლეთში და სიტუაცია კატრიაში ჩაალგობენ და სხვა შორის იმას საერთოდ არ აქვს საფუარი. იმას საერთოდ არ აქვს საფუარი აი ლავაშს ფილია მოსელი და გამოცხარი და განსასაკეთო. ბატონო ბავშვობაში როცა ჩადით ხოლმე კახეთში გასწრები ხართ აი რიტუალს პურის მოზრდობის გამო. აგერჩები დედაცხდა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი დაბადებული და ნასტილი იყო თბილისში, პურის ცხოვრება ისწავლა დაახლოებით 60-იან წლებში უკვე და 27 წელში დედაჩემი დაბადებული, ახლა რამდენი წლის გამოდის ხო, 40 წლის ხალმა ისწავლა პურის ცხოვრება. და ოჯახში იყო თორე. საგარეჯოში ჩვენ სახლი ჩვენ მშობლებმა ააშენეს სახლი. და იქ მეზობელს ჰქონდა თონე. მე უფროსი ძმა მყავს, ერთი გარდამეცვალა უფროსი ძმა მეორე საერთოდ ხანს მოცოცხლობს. ჩავიტოდით ხოლმე, ველოდებოდი ძალიან ყოველთვის მაისის ზარები რომ ჩამოკრავდა, რომ დაგვითხოვდეს. და ვიცოდი რომ ბევრებას უნდა წავსულიყავ საგარეჯოში და ჩვენს საფუძველი არაცე თელზაფულ თახურად იფათარ. და როგორც ჩავდოდით, სახში შესულიყავ და ჩემი უფროსები სულებით, ნაჯახებით და მე პატარაში სული მქონდა. ბევრად პატარა ვერ აღჭირდა, მეც გავყოლოდი ხოლმე. პირველი დავალება იყო ეს დედისგან, რომ მაინც ჩარა მეიტანეთ ფიჩ. მეზობელს ჰქონდა თონე, იმ თონეში ანამ ჩვენ ფიჩს ჩამოვიტანდით ხოლმე. და ჩვენ ვსვათ მოზელდა ფილს. ცომს აუგუნდა და უზარმაზარი ვარცხი ჰქონდა და უზარმაზარი ორომი. ორომი იყო იმ ხელა 43-მდე გუნდა ეტეოდა. ანუ 40 პური მომავალში, ხო? 40 პური არა, ერთ ორომს არ აცხობდა. არა. მაგრამ ორზე ნაკლებს არ გამოცხობდა.
და იწყებოდა რიტუალური მეზობლებში მოკითხვები აი ამ პურით. მე ბოლოს თაღლილი ვიყავ ხოლმე აუცილებლად ყველის ნაჭერს და ცხელ ლავაშ პურს ესწავლე შვილები. იოჯას ესწავლე იმას, ესწავლე ყველას, მაგრამ მე ბოლოს გამოაცხადდა და დედასრულებს ცოტა მოხდილებს. ევალებებული დიდი ქვაბი ხოდა იმაში კავაციები და ჩადეს და ამას და ყოფილი ხოლმე ეს ორი კვირა. როგორი საინტერესო რიტუალია და როგორი და ითაური ქალები და ჩემ დიდი ხანი გასაგებია 40 წელი გავიდა. დღესაც ისედები ის გამოვცხვალ პულს, ერთ პულს როქვი ვერ ამერაცხო. ქონდა რამე თავისი საიდუმლო ტექნოლოგია. არაფერი, იქ ასწავლეს და რაც ასწავლეს აცხობდა იმას. მაგრამ ხელი ქონდა. გემრიელი ხელი ქონდა, როგორც ამბობენ, ხო მართალია. ხო და ზოგადად თვალთაც მიყურებია, ატრიბუტიკაც ვიცი, ვარცლიც ვიცი და რომი არის ესაც ვიცი. თორე გოჯი თუ შეგიპიწყინები ერთად. ლევანდელის სუპერსალენცი უნდა გითხრათ, რომ გოჯებს მაინდა-მაინც ჩვენთან ოჯახში დიდი ის არ ქონდა ხოლმე, დასავალი. დიდი სარგებელიც არა აქ ბატონო. არ გვაჩვენებს, არც მიგვაჩვენებს ეს. ჩვენ უფრო ზუსტად ხორცეულს ძროხალა გათამი. და ცხვრის კულტი იყო. ცხვარი ვიყავს ყველას დიდ ოჯახში. ბატკანი შეგაფუს რაკებია. ასე კეთილობის პროცესის. რომელი მოვიდა ჩხუბარაში. ზუსტად ეკითხა ვიდეო და რომელი ჯობია ისე ბატონო ზაქარია. მოკლედ გასტროენტეროლოგის რჩევა. ესენა გააჩნია რა შემთხვევაში. ეს რჩევა მინდა რომ ყველამ დაიმახსოვროთ ბატონო ზაქარიის რჩევა. გააჩნია რა? გააჩნია რა. თუ გააჩნია რომელი იდეა ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. გააჩნია რას მიირთმევ კიდე და გააჩნია რა რიტუალს ატარებ. თუ ნაბახუსების რიტუალს ატარებ. ეხლა ნაბახუსების პერიოდია ბატონო ზაქარია და ალბათ შემოსახელჯობია. კი. მაინც ამოვაცდები ხო ხედავ. მე მინდა გაზრდილი ბოდბაში დავაგემოვნო, ეთქობა გემრიელად ამზადე. კეთი ამზადებს, მათ თვითონ არ ჭამს, იმიტომ ცხვრის გამზადდება. თუმცა ცხვარი ძალიან კარგი ხორცია ბატონო ზაქარია და ყველაზე სუფთა ხორცად ითვლება, იმიტომ რომ ცხვარი ყველანაირ ბალახს არ ჭამს. ცხვარი ძოვს. და სხვათა შორის არ ბალახობს. ბალახი სხვა რამეა და ნეკერი და სხვა რამეა. ცხვარი ნეკერს გადააძოვს ზემოდან პატარებს. ყველაზე სუფთა რაც არის და მე რა მინდა კიდე იცით დავამატო რომ აი ეს მოჩრილი თივას სხვას ვერ აჭამს. და ამიტომაც დაყავთ საძოვრებს რომ ეს გარეგულია და ხალხმა აღარ იცის. ხო, თივას რო ჭამდეს ბატონო ზაქარია, სხვას კიდე ერთი ძალიან საინტერესო პროდუქტი აქვს, რომელიც მე ვთვლი რომ აი რომ მოგწონს. რა თქმა უნდა, უცხოურ ყველაზე საუბრობ ამბობ. ჩემი მეგობარი ერთი ალბათ ჩვენმა მაყურებლებმა ტელევიზიის გამოვიყვანეს და ხავს ერთი მეგობარი რომელმაც ესე დაახარისხა ყველი დაახასიათა. ყველი არსებობს მხოლოდ ერთია. ეს არის გუდის ყველი. დანარჩენი არის ყველაფერი ხოლისებული მასალა. საკმაოდ მწიფე და დასრული ყველია სხვათა შორის მინდა გითხრათ და მისი ღირებულება განისაზღვრება იმით, რომ კვებითი ღირებულებაც მაღალი აქვს, შემადგენლობა ცხიმიანია. ცხიმიანობა კი ბატონო და ცხვარს ყველაზე ცხიმიანი გზია ეს. და ტექნოლოგია თვითონ ყველის მომზადების არის აუცილებელი რაღაცა ცდება ჩვეულებრივ იმას. ხო ეს რუტინულად და ქარხნებში ვერ დაამზადებს. თუ არ ხდები ამას წინათ საზღვარგარეთაც ჰქონდათ გატანილი ეს ყველი რაღაც ფესტივალზე ძალიან სერიოზული ჯილდოებით დაიმსახურა და ძალიან დიდი ინტერესი უცხოელების, მაგრამ არის ამ კულტურას შენახვა უნდა. ცხვრის ხვარი შეიძლება ბევრმა მოამზადოს გამიგით, მაგრამ თუ
თუშუ ტექნოლოგიით გაკეთებული ყველის სხვა არის. ზოგიერთი ცხრიდან ყავს სხვა ქვეყნების ესია არ სუნი არ აქვს თუშუ ყველს. სუნი შეიძლება ქონდეს სხვა სახელმწიფოში დამსახურებულს და სხვა სახელმწიფოს ტექნოლოგიით დაბადებულ. თუმცა სუნი მისი ნაკლი არ არის ბატონ ზაქარია. ხო, უბრალოდ რასია საქმე, საკმაოდ შემაწუხებელია ხოლმე სუნი. აი მაგალითად არის ცხვრის ყველი ისეც ბუდის ყველს უახლოვდება თავისი თითქოს გემოვნურ თვისებით, მაგრამ ძალიან სუნიანია. და ეს გამპირობებული არა მარტო ტექნოლოგიით არის გამპირობებული, არამედ იქ სხვა ჯიშის ცხოვრება. და საკუთიც როგორც სხვა ჯიშისა. სხვა ჰავაზე ძოვს. იმას ყავს უფრო ძირითადად ყუდიანი ცხვრები. სხვანაირი აგებულების სხვადასხვა სხვადასხვა შეფერილობის სხვადასხვა და ქართული ცხვარი ეს უნიკალურია. თან მით უმეტეს მთებში რომელსაც თვითონ ხორცს ნაკლები სუნი აქვს. ის დამახასიათებელი სუნი. ამით იყო გამპირობებული ეს პერიოდი, რომ ბუნი იყო აქედან გაქონდათ და გაყავდათ ცხვარი არაბულ ქვეყნებს. და ფანტასტიკური ფასად გაყავდათ. და ცოტა პერიოდში ცოტა თითქოს ამოისუნთქა მეცხოველეობა, იმიტომ რომ ფასი დაედო და ბევრმა თუშმა ახალგაზრდამ მეც ვიცნობი საქმიანობას მოკიდა ხელი და მაგრამ როგორც ყოველთვის ესეთი საქმე მე ბოლოს დიდწულით თავდება ხოლმე, ბოლოს გადაყარეს ეს ხალხი მისიაც წაიყვანეს საქონელი და რამდენადაც ვიცით ან მოსავლელობაც საკმაოდ რთულია ცხვარი, იმიტომ რომ ესეთ როგორც ძროხა არის, ესეთ სააბაგე პირობებში ვერ ცხოვრობს. მარტო რთული კი არ არის, საფრიფათოც არის. საფრიფათოც არის, ახლა უნდა მთაში აიყვანო, თიდან მასში ჩამოიყვანო. სხვათა შორის ექიმებმა ვიცით, რომ აი ცოფის დაკბერის შემთხვევაში ცხვარი ეს ავტოტრანსპორტ გზაობას ვერ იტანს. ის არ არის დაუშვათ ძროხა, რომ ჩასვა და ეშელოდები ცხვარამ წაიყვანო. ხო? ძროხით უნდა იაროს. ამიტომ ადამიანებისთვისაც საფრიფათოა, მაგრამ ცხვარის თუშეთში ვინც ჩასულა და დაუკითხავს, გამოუკითხავს, ოჯახი არ არის, რომ თუშეთის ქსელზე დაღუპული არ ყავდეს. თუნდაც მგლების თავდასხმის დროს აი მგლები, ზვავები, რა ვიცი, უამინდობა. რამდენადაც ლამაზია თათუშეთი ძალიან საფრიფათოა. უგზოობა. ბუნებამ იქნებოდა შესწავლების პატივი არ იცის. პატარა შესწავლას დაუშვებენ ბუნებაში და ის შესწავლის ამოსწორების საშუალებას არ მოხდა. ძალიან კაცრი ბუნებაა. ბატონ ზაქარია, ჩვენ საახალწლო სუფრის და მისი შემდგომი ასე ვთქვათ პროდუქტებიც ვახსენეთ. რჩევაც მივეცით ხო რა მიიღოთ ნაბახუსებზე და დაგვრჩა მთავარი ბატონ ზაქარია ჩვენი ქართული სუფრის უპირობო მშვენება, ეს არის ალკოჰოლი, ეს არის ქართული ღვინო, რომელიც მე მგონია რომ თუ წელს ახალწელს სასმელი დაიდე ალკოჰოლური, ალბათ უფრო ღვინო იქნებოდა, იმეც ვიტყვი ყოველდღეს და არა შნაფსი, ამარეტო, დავუშვათ რაღაცა სხვა სასმელები, იმიტომ რომ მგონია რომ ქართულ პრესებს ყველაზე მეტად 90-იან წლებში თითქოს ღვინოს აჯობა სპეციალურ სასმელად. გავიმით ბრძანებთ? განვითარდა და მოხმარებითაც და საქართველოში ძალიან არტისტები ძალიან ბევრი გაჩნდა. თუმცა დღესაც ხომ ბევრი აი 90-იან წლებამდე 80-იან წლებში როცა მე ისევ ვსწავლობდი, მაშინ არ არის რუსეთიდან ვინც ჩამოვიდოდა, გაგზავნილები უყურებოდნენ კაცო, სავსე იყო არყით და ნადირობდა ამას. ღვინო ეწყო არ ნადირობდა ღვინოს, იმიტომ რომ ღვინო რაც უარესი იყო, არაყიდი კარგი იყო, მაგრამ კარგი ხალხი არ ასწავლდა. ხალხი ცდილობდა რომ ყველას თვითონ ქონოდა თავის სამყოფი ღვინო სახლში და
ძლიერი იყო მაშინ. რეალურად ჩვენთან ხომ უფრო ჭაჭაა გავრცელებული, ჩვენ არ ახსოვს ახით იმ ყურძნისგან მიღებულ პროდუქტს, თუმცა ის ინგლისში ჭაჭაა. საქმე რა შეიძლება ის სადაც უკვე შაქარი გაერევა. ის უკვე ჭაჭაა აღარ არის. კი ბატონო. და ეს ძალიან ხშირია დღეს უკვე. ის უკვე ჭაჭაა აღარ არის. ძალიან ბევრი არის რომ აღგება ღვინოს დათურო დარჩენილი ჭაჭას ხავს გრავის შაქარს და ფაქტიურად შაქარს ხდის. და ისწრებები რაც ჭაჭს არ ახსოვს და კონდეს. და ჭაჭს არის სასარგებლო და ძალიან კარგი პროდუქტი არის ბოლო-ბოლო. ყველაფერს თავი დავანებოთ, ოღონდ სწორად უნდა იყოს ის დისტილირებული და ტექნოლოგიურად უნდა იყოს გამართული. და მაშინ არ გადაიქცევა ეს ხო არის რუსული სამაგონი რომ ალგე ბრადადად გამოხატო დავუშვათ ხო? და ღვინოსაც თავის ტექნოლოგია, ღვინოსო ტექნოლოგია კიდევ საოცრება. ბატონ ზაქარია, არტის ხის პერიოდში კახეთში განსაკუთრებული სახელით მოიხსენიებენ. რას? როცა ხდიან რაღაც. ზაუდობა. რატომ ბატონ ზაქარია? აუცილებელია ზაუდობის დღეს, როცა დაიგეგმება ზაუდობა, ესე იყო, ერთი ბურბაკი უნდა დაკვირდო. და ზაუდობის მოსვლისას კოჭები იმალებოდნენ ხოლმე. კოჭები? რატომ ბატონ ზაქარია დაბედი? იმიტომ რომ წვაფი უხდება ზაუდობას. კოჭები იცოდნენ ხო? კოჭები უკვე იცოდნენ ეს გენეტიკურად მეხსიერება ჰქონდათ. და ისინი კოჭები დამალულები ხოლმე სადღაც. და ეს იყო ყველაზე კაი თავბრალობა როგორც წინთელი მეზობლები. ხარებმე ამდენჯერმე ვარ ნაყოფი ჩემს ახალგაზრდობაში და სხვათა სასანცინოს მომიწევდნენ ზაუდობაზე ყოფნა, ოღონდ ეს უკვე იყო ჩემი ზაუდი. მე თვითონ გამოვხარ. ზაუდიდან ის ხო? ხალხიდან ხო? რაღაც ხო იქნებოდა ქართული რა იყოდა ძველი სიტყვაც დავკარგეთ. არაფერი, არის სახელი ქვამიფია იმას და არის ხტას ეძახდნენ. არის უშუალებელი სპილენძის ხო მიგვება? სპილენძი გამოიხდება, მაგას თუ არ გაიგეთ თურქეთში არის. სპილენძი თუ დარჩა კიდე საქართველოში. ხო, ვიდა სპილენძთან ალუმინის ქვაფშიც. ცეცხლზე ითვლება რა, გაზია. ეს არის ჩვეულებრივი კრედის აპარატი არის უსწავლად დამზადებული. წყლის დისტილირებისთვის რაც გამოიყენება, ის არის ორად პრინციპი ერთია, რომ სპირტი მალე ხდება და ჯერ პირველი ფრაქცია სუფთა სპირტი მოდის. პირველი ნახატი, ერთ ნახატი, ორ ნახატი, სამ ნახატი ეს არის ორ ნახატი არ აქვს აკეთებს ის ადამიანი, რომელსაც ენანება რომ უვარგისი ფრაქცია გადაყვანოს. გასაგებია. იყო რომ მაქსიმალურად სპირტი არ აქვს. იმიტომ სუფთა სპირტი, რომელსაც სუნც არ აქვს, 98% გრადუსიანი სპირტი, მოდის პირველ ფრაქციაში. და მე თავთან იკლებს ეს. და სპირტომერიც როსინჯა იმას ადრე იყო ხოლმე არ იყო სპირტომერები და ცეცხლს შეასხავდნენ ხოლმე ცოტას. გრადუსი რამდენია ხოლმე? ხდება. სპირტის შემცველობა ის სულ ბოლოს რომელიც საიას ეძახიან ისიც კი ფეთქდება. ამიტომ იყო ხოლმე ღორიე, ეთერზეთებით სავსე, ეს ძუნწი ხალხი. რა თქმა უნდა მეორე გამოხდა და ფეთქდება გამოხდა. სპირტი მოდის პირველი ფრაქცია და შეიძლება იგივე გამოჩნდა უკვე და ღორიე მოდის. ხო, შეიძლება გამოაცხადე ეს და გაყოლავეს იდეას არის და ახალი თულად კიდე ჩაწერის გამოხატვა. მოკლედ ძალიან კარგი ტელევიზიო ნალინკას ეძახდა ხოლმე. ნაყენებს ამზადებდა ჭაჭის არყიდა ძალიან გემრიელი ესეთი ლიქიორები მზადდებოდა ჭაჭი მაინცოდნა ხოლმე. მაგრამ სხვაჯერ ძალიან სასარგებლო იყო. დოქტორი ამას იმითი რომ საკმაოდ დიდხანს იწოცხლეს ჩემობებიერმა და ყოველ დღე თითო-თითო გასვლა. უკვე ძველი ასამბლეა იცი? მეტის მეტია რეთის რეკია.
ყველაფერი რაც გაკეთებულია, მე ხშირად ვთქვიათ ჩემთვის მოხუცებს, რომ რაც შეიქმნილია ამ დედამიწაზე ადამიანის მოსახმარათაა ყველაფერი შექმნილი, რომ გაფრთხილებით უნდა მოექცეს ყველა. ბატონ ზაქარი, ერთ ასაკოვან კახელკაც გაუსწორე მეუთხარი, აღარი მეუთხარი, იმანაც ესეთი რაღაცა მითხარ, რომ ძალიან სასარგებლოა და არ არის სასარგებლო ნუტრიციოლოგიურად ალკოჰოლი მეტი და რამე პასუხა იცით? აბა მომისმინეთ ჩემო გოგო, როდის სამენო ქართველები ალკოჰოლს, როცა არისო ან ხინის სუფრა, ან ჭირის სუფრა, ხომ მართალია მითხრათ, დიახ, ნუ კიდე რიტუალური როცა იქ მინიმალური სეკრეცია. აი ჭირის და ხინის სუფრაზე ისინი მარტო არიანო არა. ვინ არის მათი ყველაზე დიდი გულშემატკივრები? აბა როცა კაცია სვამო, ესე იგი შენ ახლობლებში და საყვარელ ადამიანებში. რა მოხდათ მაშინა მითხრა? არა, რა მოხდათ? ესეთი უარ მოსწავლე. არა, არ დამისწავლე. მე ვიდეო საერთოდ ჩვენ მაყურებელს ბატონ ზაქარია, ჩვენ შაშა კორპორატიული წევრობა გქონდა, თქვენი საფირმო ღვინო ჩამოიტანეთ დასმები. მე მართალი გითხრათ, ღვინო სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ვიცი რომ ბიჭებმა საუკეთესო გული შეგაფასეს და თქვენს რომ მართლაც როგორი გასტროენტეროლოგი გითხართ, ისეთი მეუღლე კახეთში ესეცია ხოლმე თქმა მოკლედ. შეიძლება გაშალოს კაცმა ძალიან მაგარი ფორმალი და ღვინო არ უარყოფდეს და ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემები გააფუჭა. დიახ, თუმცა ღვინო არ უნდა მაგრამ თუ ღვინო არის კარგი ღვინო, შეიძლება მაგ ისეთი თვალწარმტაცი და ისეთი არ იყოს გადაწყვეტილი ყველა ნასიამოვნები. და არ უნდა იწვევდეს იმ ძიმეთრობის თანხლებ მოვლენებს, რომლებიც აი მივედით ცოტა რთულ საკითხთან. ყოველ შემთხვევაში მოვედეს ყველა ბიჭის ადგილზე ყავდა და ყველა ძალიან კარგად იმიტომ რომ ის იყო ნატურალური ღვინო, სხვა შორის მე ღვინისთვის, როდესაც უდენს ვაჩერ სტილოგორაცია ნაკლებად იყოს ის მოწამული. იმიტომ რომ ეს ერთი პრობლემა კიდევ დაემატა ჩვენს ქართულ მევენახეობას ძალიან მასიურად და ძალიან ხანგრძლივი პერიოდია უკვე გასული და მოსახლეობა ხმარობს რაღაცა გაუკვირველი წარმოშობის შხამქიმიკატებს ხორბლის შესაძლებლად და უკვე მე რამდენი გადაცემაში ვიცახიეთ და იგივეს დღეს რომ მოწამლავენ მას გარედან და წვიმარო ჩაიტანს მიწაში გაისად იმ შხამს თვითონ ნაყოფში მოქცევს ეს ვაზი და ამიტომაც არის რომ ქართული ღვინის წარმოება თან უბედურდება და უკვე ღვინის მწარმოებლებმა ქართული ყურძნის შესყიდვას უკლეს და მე მაგალითად ვიცი რამდენიმე ქარხანა წელს ღვინო მოლდავეთიდან ყურძენი მოლდავეთიდან იყიდა იმიტომ რომ აღარ წმინდავდება ეს ღვინო ძალიან სასურველი და თორას და ის არ იყოს პაციენტმა მკითხა ერთხელ ეკოლოგიურად სუფთა რა პროდუქცია რა ჩამოთო და არ ვიცინეთ აი გლეხი რომ ოსგაზის და იმას დაგლავს იაზას პრედიქცია ნაჭარი და როგორ უთხარო ის უკეთესი ეს მართლაც სერიოზული ეს არის უსაშინესი პრობლემა მაგრამ ჩვენი ქვეყნის მესვეულნი არ შექმნიან საქართველოში შემოტანილი შხამქიმიკატების და მოყვანილი და საქართველოს არა შხამქიმიკატებისთვის მათი ვარგისიანობის და მათი უშიშროების თუ საშიშროების განსაზღვრისთვის რაღაცა ლაბორატორიას თუ არ შექმნიან და არ შეისწავლიან რა შხამქიმიკატების საქართველოში არ ხდება ამისი კონტროლი. არ ხდება და როგორ შეიძლება მოსავალს დასჭირდეს 17-ჯერ, 18-ჯერ შეწამდა ერთ მოსავალს, რაც. და თუ ამდენჯერ არ მოწამეთ, ვეღარ მოხავს. იმიტომ რომ მიწაა უკვე დაუვარგისებული. გამოგჭა მიწას გარკვეულწილად და მოიწამლა ამდენი მართლაც.
თან როგორც ვიცი, ესეთი კაი გამოთქმა არსებობს, რომ როდესაც ადამიანი სწავლობს გასაყიდად დამზადებულ ღვინოსთვის ყურძენს, ის ფაქტობრივად თავის მომავალ თაობას სწავლობს, იმიტომ რომ ბაზის პროდუქტია, რომელიც იძლევა სარგებლობს და იძლევა პროდუქტებს არა მარტო უფროსი თაობისთვის, არამედ ბავშვებისთვის იგივე ჭრიჭხელა იქნება თუ თათარა თუ ხელოვნაში მართლაც და ბავშვების საყვარელი კერძებზე. ისეთი სახალხო დაცემა დავაკვით ამასაც დავზაფრეთ კიდევაც ხალხი მაინც. მე მინდა რომ ბატონ ზაქარია ჩვენი გადაცემის ფინალში ერთი პატარა კიდე თხოვნა შემისულოთ თქვენ და მოკლედ ჩამოვაყალიბოთ რეზიუმესავით. რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, აი ხლა მართვის პერიოდი თქვენ კარგად ზანით გახსნილ და ყოველთვის ეუბნებით ხოლმე რომ უცბად არ მოხდეს მინიმუმის გაფართოება და აი რაღაცა შვიდი პერიოდიდან აყროვანებაში გადასვლა. და რა შეიძლება ურჩიოთ, ალბათ ზომიერება, ზომიერება არა მარტო მართვის გამხსნელებაში სისტემა ადამიანს, არამედ ყველასი სისტემა ზომიერება. დიახ. სიყვარულია ილაში სისტემა ადამიანს. დედა შვილი სიყვარულში პირველია და ზომიერება. და ესადეთ რომ მაინც იმას ვიტყვი, რომ ქართულმა დიასახლისებმა ისწავლეთ შემოკარგებო თქვენი ოჯახის გამოყვება თქვენ თვითონ ახალგაზრდა თაობაზე მაგალითად სახლში აღადგინეთ კულტურა ოჯახური დიასახლისობის იმუშავეთ ბიატონო კაცო მაგრამ ეს ოჯახსო თქვენი ხელით რო გამოყვება თქვენი ხელით გაკეთებული საქმეებით ამაზე სასარგებლო რა უნდა მიიღოს ბავშვმა მარტო საქმის გემო და ხარისხზე არ არის აქ ლაპარაკი დედა რომ თავისი ოჯახისთვის აკეთებს საქმეს იქ ლოცულობს პარალელურად ეს საყვები ოჯახსაც აკავშირებს ეს საყვები იმახსოვრებს ამლოცებს ხალხო და ალოცილები როგორც ზიარება მიიღოთ ისე არის დედის ხელიდან გაკეთებული საყვების მიღება როგორც დედის დალოცვა ისია და მოუგებთ თქვენ შვილებს აი ამ ლოცვას თქვენ შვილებს ზეუკეთებს ვის უნდა მოემსახუროთ და ვის უნდა გაუკეთოთ საყვები და ასევე მოუგებთ იმგონეს რომელიც გასმიერება რა თქმა უნდა და მამებს კიდევ ეუბნები რომ მიაჩვიეთ შვილები ნატურალური სასმის და სამღერძელოს თქმას სამღერძელოს ხარ არის თუ არა ლოცვა რა ერთმანეთს ეუბნები სიქას რო ვაფრით აბა ერთი ძმაო დაილოცებ ეუბნებით ხო ლოცვა ეს და ასწავლეთ სამღერძელოს ნუ გააკრიტიკებინეთ ბავშვებს ჩვენი ბავშვები შეხვდა ახალგაზრდა თაობას სამღერძელოს არ იციან და არ ამბობენ არც ამბობენ და სურვილი არ აქვს ჩამოისხავენ დაისხნენ და სხვავენ ესე თითქოს რაღაც სიბოტინოვან ოკეანესთან იყვნენ დაზდილები რა ცოტა ხმით ბატონ ზაქარია გვამცნეს სიხარულით რომ საქართველოს რუსეთი არ ვარ გაქვს გავიძახით და პერიოდ ჩვენო და რუსული ჩვენი რატო გადმოგაქვს შვილებო რუსებმა ისოდნეს სამღერძელოს კარეშე ბუჯი ბუჯი და ერთმა ბუჯიმო და მეორე უთხრა ბალტუნის ხარ ნუტი ბალტუნო და ბიდა და თუ რო სამღერძელოს სასმელს სვავს რუსები ამობდნენ სვავს იმისთვის რომ შედეგი მიიღოთ ამ დათვლით ჩვენთვის სხვა იყო ყოველთვის ამით ვიყავით გამორჩეული ჩვენ აუცილებლად თამადა უნდა აგვერჩია ამ სუფრის მთავარი მლოცველი და ამ ლოცვაში თლიანად ჩვენ სამეზობლო ვიყავით ჩართულები და ერთმანეთს ვაღებდებოდი სრულებს უსულებდით კეთილშობილებს ერთმანეთს და გვიყვარდებოდა ერთმანეთი გასო და ძმაკაცობა ყალიბდებოდა და ერთმანეთს გადანაყალიბდებოდა ესე ყვა შეიძლება ერთმანეთში ენერგეტიკული სასწრაფი ვიღაცა ულაშებიანი კალბოტკებიანი კაცის გარეკომენდებული გეჭიროს ხელში მეორე ხელში რუსული არაყი და საქართველოსთვის არ გიყვართ ბატონ ზაქარია თქვენი კალბოტკიანი კაცი არ გიყვართ შეიძლება გახსენოთ ხო ის ერთი განსაკუთრებით არ გიყვარს ეთიოპიელი შემოძვიფასო ტელემაყურებლებო ცოტა ხნის წინ გვამცნეს სიხარულით რომ საქართველოში მიწის სისტემური აღიარება დამთავრდა და თითქმის 80%-მდე ქვეყანა დაიფარა და დანაწილდა მიწები და ერთიანაც მაინც დავიტოვოთ რომ იმ მიწებს ისეთი ადამიანები დაეპატრონეს ვისაც მართლა უნდა
ქართული მოსავლის მოყვანა და ჯანსაღი რაღაცის შექმნა. ცოტა ხნის წინ ბატონმა ზაქარიამაც თქვა, მე სიბერეში შვილებს მინდა ვენახები დავტოვო. რა უნდა მაგრამ სულყადის არამებს აძლევენ და საღადატო. იმედია დარჩა ბატონ ზაქარია ჩვენთვის პატარა მარი ადგილია და სასაფლაოებს მიადგებიან და სასაფლაოს მისდევს კაპიტული. ესე ბატონ ზაქარია დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ დღევანდელი ძალიან ვახარ შეგვიძლია პასუხი ცოტა ბრასტები ხოლმე და მაინც მაგრამ არა ვარ ისეთი პრასიანი როგორც ჩემი. დიახ და მინდა ვისურვო რომ ცოტა ხანში ქართულ სუფრებზე ზაქარია როჭკაშვილის ხუნიც იქნება ბატონ ზაქარია იმიტომ რომ ისინი ვიცი რომ კარგი ხარისხის იქნება. საიქნება აუცილებლად დავწერთ. დავიტოვოთ ეს იმედი და შეიძლება წელიწადში არ იყოს და ორ წელიწადში, მაგრამ აუცილებლად მე ისე არ დავამხელმიდან და ჩემი საოჯახო წარმოების ღვინო არის. რომლებიც იქნება ნამდვილად ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი. ეს არის ექსპორტისტის თუ იმას უნდა 10,000 დოლარი გადაიხადოს სპორტში და პაჩუქი. ამდენი წუთადრე გაკეთებული რეკლამა არ მინახავს. ამას ვაკეთებ ჩემი ოჯახისთვის, რომ ოჯახმა დაგვიოს და შეხედოს ეთიკეტს, ჩემი ოჯახის წევრებმა რატო უნდა უყუროს რომელიღაცა ქართლის რეკლამას. აღარ თავის ოჯახში იყოს. რა თქმა უნდა და თავისი და ეს ხახანა ამაზე მოსავალი მინდა თქვენ აგითხარით. დიდი მადლობა ბატონ ზაქარია. ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ, მოგეცნება ნამდვილად უნდა ახდენს. თუ მე ვერ მოვესწარი და რაცა მოხდა, ჩემი შვილი მოახერხებს. ამერი შვილი. ნამდვილად. ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ, დიდი მადლობა გიყურეთ და მოგწერეთ რაც თავარი. ასევე მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ ჩვენი ტიმი გაატარებს სამედიცინო აქციებს, უფასო გასინჯვებს, კლინიკის აქციების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენ სოციალურ ქსელში ნახოთ. თუ არ შეგიძლიათ იანვრიდან. დიახ, 21 იანვრიდან წევა, მაგრამ გასაგებია გრაფიკი გაწერილი, იმიტომ რომ ჩაწერები მიდის ორთებერვლამდე გრძელდება სხვადასხვა სპეციალისტ სხვადასხვა დღეა გამოყოფილი და პაციენტები უკვე ეწერებიან, ამიტომ მიჩქარეთ, როლად შეგვეხმიანეთ და ჩაეწერეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა. დიდი მადლობა.